ჰემინგუეის ფათაშორის სულაც არ ერიდებოდა იმას, რომ ხელში ჭეროდა იარაღი, მოწინააღმდეგის პოზიციებს თურმე გაუხსნა ტყვიამფრქვევის ცეცხლი. ბრიტანეთი მიუბრუნდა ცენზურას 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს და შექმნა მთელი ბიურო. ფილიპ გიბსი წერდა, რომ ჩვენ ცენზურა თითქმის აღარ გვჭირდებოდა, რადგან ჩვენ თავი ჩავიყენეთ თვითცენზურის მდგომარეობაში. საერთოდ პროფესიონალი ჟურნალისტიდან სამხედროობამდე ერთი ნაბიჯია და პირიქით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ისევ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი, რომლის პირველ დღეებში სამხედრო ფორმა ჩაიცვა და კიევის დამცველთა რიგებში ჩადგა ცნობილი ჟურნალისტი და ისტორიკოსი ვახტანგ ყიფიანი. სულ ახალ მაისში ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს შეუერთა ცენზორნეტის საინტერნეტო გამოცემა ცენზორნეტის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი. სხვათაშორის ეს ის იური ბუტუსოვია, რომელმაც არაერთ დაფარულ სამხედრო ხასიათის ცნობას ახადა ფარდა, მათ შორის სწორედ მისგან გახდა ცნობილი და ცენზორნეტის საშუალებით გახდა ცნობილი ერთ-ერთი უკრაინული ბრიგადიდან 1500-მდე ჯარისკაცის დეზერტირობის ფაქტის შესახებ. უფრო შორეულ წარსულში ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ჯერ სამხედრო ოფიცერი იყო, შემდეგ ჟურნალისტი გახდა და შემდეგ უკვე ცნობილი პოლიტიკოსი და საადმირალოს ლორდი უინსტონ ჩერჩილი. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეთიც წარსულში იყო პროფესიონალი სამხედრო ნამყოფია ერაყში, ავღანეთში და 2021 წელს მან განაცხადა, რომ ტოვებს შეიარაღებულ ძალებს, რადგან მისი კონსერვატიული შეხედულებების გამო განიცდიდა ზეწოლა. შემდეგ იგი უკვე მუშაობდა კონსერვატიული მიმართულების ტელეარხ Fox News-ში. და მწერალი ემს ჰემინგუეი, რომელიც 1916-1939 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს იყო, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის მომხრეთა მხარეზე, მაგრამ წარმოადგენდა უშუალო ამერიკული მედიის თვალსები ნანათი გულისხმებოდა ამის კორესპონდენტი იყო, მაგრამ როგორც მისი ისტორიკოსები წერდნენ, ჰემინგუეი სხვათაშორის სულაც არ ერიდებოდა იმას, რომ ხელში ჭეროდა იარაღი, ერთ შემთხვევაში მოწინააღმდეგის პოზიციებს თურმე გაუხსნა ტყვიამფრქვევის ცეცხლი და იქიდან როდესაც უკვე საპასუხო სოლა წამოსულა, ჰემინგუეი იმ ადგილას არ იყო. სხვა ფაქტებიც არსებობს, მაგალითად ჰემინგუეისთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის დროს მან შეაკოწიცა ფრანგი პარტიზანებისაგან დაჯგუფება და სანამ მოკავშირეები შევიდნენ, უფრო ადრე შესულა პარიზში შეიარაღებული. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ პარალელურად იმისა, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ ასე იმოქმედონ სამხედრო სტრუქტურებში, აი ყირიმის ომის შემდეგ გაჩნდა სურვილი იმისა, რომ ყოფილიყო და შექმნილიყო ცენზურა. როდესაც უილიამ ჰოვარდის ისტორიაზე გიამბობდით, მაშინ შეიცვალა არა მხოლოდ აბერდინის მთავრობა, არამედ თანამდებობა დატოვა ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის სარდალმა და მის ნაცვლად დაინიშნა კორდინგტონი, რომელმაც სხვათაშორის პირველი ცენზურის ინსტრუმენტის შექმნა. უბრალოდ ბრძანება გამოსცა, სადაც იგრძელებოდა სამხედროების დაშვება საბრძოლო მოქმედების თეატრზე, ხოლო ის, ვინც დაარღვევდა იმ წესებს, მათ შორის არ გაივრცელებინა ცნობა, რომელიც არ იქნებოდა გავლილი სამხედროების, ასე ვთქვათ, ცენზურის ქვეშ, გაძევებული იქნებოდნენ ყირიმიდან. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც უკვე ყირიმის ომი დასრულდა, მაგრამ ბრიტანეთი მიუბრუნდა ცენზურას 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს და შექმნა მთელი ბიურო, რომელსაც ევალებოდა წინასწარ შედგენილი და უკვე გადამუშავებული ინფორმაციების გავრცელება 30 ენაზე. ამ პერიოდიდან ცნობილია ასევე ის, რომ თვითონ ჟურნალისტებიც უკვე აღმოჩნდნენ იმ ვითარებაში, რომ მაგალითად ფილიპ გიბსი წერდა, ტაიმსის წარმომადგენელი, რომ ჩვენ ცენზურა თითქმის აღარ გვჭირდებოდა, რადგან ჩვენ თავი ჩავიყენეთ თვითცენზურის მდგომარეობაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ როდესაც ხანგრძლივი თანამშრომლობა ყალიბდება სამხედრო სტრუქტურასა და ჟურნალისტს შორის, განსაკუთრებით ომის ხაზზე, ფრონტის ხაზზე, ჟურნალისტი ცდილობს, რომ არ გაურთულოს სამხედროებს, ასე ვთქვათ, ამოცანების შესრულება.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე დაიმალოს. მე უკვე ვახსენე ზემოთ, რომ უილიამ ჰოვარდის მიერ გაგზავნილ სტატიებს ტაიმში ყირიმის ომის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იფეთქა ხოლერამ ბრიტანული ექსპედიციის შემადგენლობაში და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ საველე ჰოსპიტალში ბრიტანელი ჯარისკაცები, ეს სრულად აღწერა უილიამ ჰოვარდმა, რასაც მოჰყვა სერიოზული დისკუსია პოლიტიკურ დონეზე და ჰოვარდი კი გახდა ძალიან პოპულარული ადამიანი, სხვათაშორის მას რამდენიმე ქვეყნის ჯილდო აქვს მინიჭებული და ლონდონში მისი სახლი სავსე იყო, როგორც წერენ ნაალაფები იარაღით. ძალიან საინტერესოა აღინიშნოს ასევე ცენზორებთან დაკავშირებით ერთი ასეთი მომენტი და ხაზი მინდა გაუსვა, რომ ხდება ისეთი ვითარება, როდესაც სამხედრო ცენზორი არ არის დაინტერესებული ამოჭრას ის ინფორმაცია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლასიფიცირებული იყო. ამის ძალიან კაი მაგალითი აქვს მოყვანილი ფილიპ ნაითლის, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვესესხები ახლა ჩემი ვიდეო ტრენინგების დროს და საერთოდ დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, ამ მკვლევარს. პირველი მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ანტანტის მოკავშირეთა შორის მიღებული იყო ესეთი შეთანხმება, რომ არ უნდა გავრცელებულიყო ცნობები დანაკარგების შესახებ, რადგან გერმანელთა ჯარების შეწრის დროს საფრანგეთის და ბელგიის ტერიტორიაზე ძალიან დიდი იყო დანაკარგი მოკავშირეთა შორის. ამიტომ ცენზორი პირველ რიგში თუ რამე სჭრიდა ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედრო კორესპონდენტების სტატიებიდან, ეს იყო დანაკარგების შესახებ ცნობები. და იყო ესეთი ფაქტი, როდესაც ჟურნალისტმა არტურ მურმა, ტაიმსის კორესპონდენტმა გააგზავნა სტატია, მასში იყო აბზაცი, რომ განსტილი მარცხის შემდეგ ბრიტანეთს სასწრაფოდ ჭირდება დახმარება, ცოცხალი ძალით დახმარება. ეს ამოიჭრა, მაგრამ როდესაც მეორე ცენზურმა ნახა უკვე ბრიტანეთში, მან აღადგინა ეს ფრაზა და დაუმატა აუცილებლად და გადაუდებლად, რაც შეიძლება მეტი დახმარება გვჭირდებაო. საერთოდ ჩემი გამოცდილებიდანაც შემიძლია გითხრათ, რომ როგორც თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი უკვე მოგვიანებით 90-იანი წლების შუაგულში, მეც ხშირად გამივცელებია, რა თქმა უნდა, აკრედიტებული ჟურნალისტების საშუალებით ცნობები, რომელიც შეეხებოდა ყაზარმებში სურსათის პროდუქტის ნაკლებობას ჯარისკაცების ცუდ ჩაცმას, რაც განპირობებული იყო თავდაცვის ბიუჯეტის ქრონიკული დაუფინანსებლობით. რა თქმა უნდა, ეს ცნობები სიამოვნებდა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მაგრამ ძალიან სიამოვნებდა და ამაში მხარს მიჭერდა სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელიც ცდილობდა და ფიქრობდა, რომ საზოგადოების აპელირებით შეიძლება მხოლოდ გადაჭრილიყო აი ასეთი პრობლემები ლოგისტიკის მიმართულებით. ანუ პირიქით ზოგჯერ სახელმწიფო მედიის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი საგანგებოდ მიაქცევს ხოლმე ჟურნალისტის ყურადღებას ისეთ ნეგატიურ ფაქტზე, რაც მე ვთქვი ზემოთ, რისი გასაჯაროებაც, რისი საზოგადოებაში გატანა, ანუ პრესის წინაშე წარდგენა ხელს შეუწყობს მსჯელობას, პოლემიკას და შემდეგ ამ საკითხის მოგვარებას.